ყველაზე ძვირფასი ჩემი აზრით ადამიანს რაც გააჩნია ეს არის თავისუფლება. როცა ეს თავისუფლება გაწირეს ამ ადამიანებმა იმ სიტყვის შემდეგ რაც ლევან ხაბეიშვილმა სასამართლოზე თქვა, აუცილებლად თქვა რომ ძალიან მიამაყება რომ მისი თანამებრძოლი ვარ როგორც თქვენ წარმოადგენთ. ანუ ორი ბრალი აქვს ხო მას ერთი ქრთამი და თვითონ ამ დროს კობახიძე თვითონ აბაკუნებდა ფეხებს რომ ააგერო დავიჭირეთო თავდაცვის მინისტრი ყორიათ კორუმპირებული თვითონ პრემიერი ყორიათ კორუმპირებული და ამ ადამიანს რო ებრძოდა ლევან ხაბეიშვილი ანუ ღარიბაშვილი გარეთ არის და აღიარებული ამ ყველაფერს თვითონ არის დაკავებული ხო და მეორე არის დამხობა. დამხობისკენ მოწოდებაო და მამუკა დინარაძეს მინდა რომ მიმართო ამასობაში რომ აი თუ ეს იძახით რომ ანუ დამხობის გულისთვის მოუწოდებდაო ამის გულისთვის მე დინარაძეს მიმართო რომ იმ აქციაზე ლევან ხაბეიშვილის სლოგანის ანუ სლოგანის თქმისთვის 4 ოქტომბერს მოდითო და ერთად დავდგეთ ამისთვის თუ დააკავეთ ლევან ხაბეიშვილი მე იმ აქციაზე ვიდექი და ამ აქციაზე მოდით და დამაკავეთ მაშინ თქვან რომ აი ეს პოლიტიკური განცხადება პოლიტიკოსმა აღარ უნდა გააკეთონ. სთხოვა მის ადვოკატებს რომ არ დაეყენებინათ შუამდგომლობა მისი აღკვეთის ღონისძიების გირაოთის შეცვლაზე, იმიტომ რომ ამას არანაირი აზრი არ ქონდა ჯერ ერთი და მეორე მან მკვეთრად დააფიქსირა თავის პოზიცია, რომ იმ დროს, როდესაც საქართველოს მოსახლეობას ახალგაზრდას წამლავენ, გენოციდს უწყობენ საკუთარ ერს, ამ შემთხვევაში მას არ სურს რომ ვინმეს ეხვეწოს თან რუსულ ოცნებას, რომ ის რაღაცის სანაცვლოდ გარეთ იყოს იმ პირობებში, როდესაც ახალგაზრდები ხედან ციხეში.